ილია თოფურია არმან ცარუკიანის წინააღმდეგ. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ სომეხმა ბრძოლს სატიტულო ბრძოლა შეჰპირდნენ. ამის შესახებ თავად ცარუკიანმა განაცხადა. მისი თქმით UFC დაპირდა, რომ შემდეგ ბრძოლას გეიჯისა და თოფურიას შორის გამარჯვებულთან მისცემდნენ. თოფურია გეიჯის ბრძოლა 14 ივნისს თეთრი სახლის მთავარი დაპირისპირება იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი 11-ელში თავად ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია. კვარამ ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის პერფორმანსზე დაწერა პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემამ Le Parisien-მა. გამოცემამ ქართველ გარემარბს შეუჩერებელი უწოდა, მის თამაშს კი მასტერკლასი. ამ დრომდე უცნობია ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში. ლივერპულში ვერ ამბობენ, როდის დაბრუნდება ალისონ ბეკერი მოედანზე. კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას აჩვენებს მომდევნო გამოკვლევა, რომელსაც კლუბის ძირითად მეკარეს ჩაუტარებენ. პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ლივერპულის მეტოქე ტოტენჰემი იქნება. პარატაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ ლოს-ანჯელესის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეოთხე ფინალიდან დაიწყო. მან დაამარცხა ბრაზილიელი და თურქი მეტოქეები. ფინალში კი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.